ჰარლეი დევიდსონი და ქართული ცეკვა, სუხიშვილების დინასტიის წარმომადგენელი, რომელმაც უკვე დაამჩნია თავისი კვალი ქართულ ნაციონალურ ბალეტზე. სუხიშვილები მომავალ კვირის ბოლოს კიდევ ერთ კონცერტს გამართავენ. პოსტსკრიპტუმში კი უმცროსი ილიკო და მისი ახალი ცეკვა. არა მყავს მანქანა. ბევრად უფრო კომფორტულია ჩემთვის ვიდრე ჩვეულებრივი მანქანა. ჰარლეი დევიდსონი კომფორტულ მანქანაზე 25 წლის წინ გაცვალა. 1962 წლის ეს მოდელი ამერიკელებისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის სააკაძის ხმალი. ზუსტად ასე ამბობს მხედარი რკინის ცხენზე. ეხლა არ მინდა იმაზე ლაპარაკე, რომ ეს თავისუფლება, ეს ის არის, როგორც ადრე იძახდნენ და ეს რაღაც შაბლონური ლაპარაკი. ეს ჩვეულებრივი ტრანსპორტია, უბრალოდ მე ამის ძრავა მომწონს ძალიან. სარეპეტიციო დარბაზში ილიკო სუხიშვილის მუზებთან ერთად მოხვდით. თქვენს თვალწინ შესაძლოა მოულოდნელად დაიბადოს ახალი ქორეოგრაფია. ერთადერთი, რასაც მუღამს ვერ უჭერს, სამზარეულოში, როგორც ის რეპეტიციას ეძახის, გარეშე თვალის არსებობაა, ანუ ჩვენი. ხასიათზე შეიძლება დილიდან ღამემდე დატოვოს ხალხი და ამუშაოს და 9 ოფლი გაადინოს. ანუ ხელოვანია ნამდვილი. აი ჩვენ ზუსტად ვიცით რომელზე გვეწყება რეპეტიცია, მაგრამ არასდროს არ ვიცით როდის გვითარდება. სპონტანური ექსპერიმენტი, ხორუმი, მუსიკის გარეშე მეგობრის ერთმა ფრაზამ უკარნახა. ყველაზე კარგი მუსიკალური ბგერა არის პაუზა. ერთმა ჭკვიანმა მუსიკოსმა მითხრა. მე მომსინჯე და მივხვდი, რომ ხანდახან ძალიან ბევრი დოლი ცოტა ახალ ინტერპრეტაციაში ხორუმის ხაზი, რომელსაც დიდი ილიკოს ძეგლს უწოდებენ, საწყისის ნაცვლად ფინალური აკორდია. ახალი ცეკვა იბადება ხანდახან 5 წუთში, მაგრამ უფრო რთულია ჩემთვის, იმიტომ რომ შეუძლია მითხრას, რომ მე ახალი ცეკვა დღეს დავდგი და ხვალ მინდა კოსტუმი. ბოლო 10 წელია ნინო სუხიშვილი ილიკოს ქორეოგრაფიას აცმევს. სოლიკო ვირსალაძესთან მიღებულ გამოცდილებას და მის შექმნილ პალიტრას მზადაა პირველად შეხედოს როგორც ერთ ფერწერულ ტილოს. სხვადასხვა ასოციაცია ნამდვილად მოვიდა ისევ ნინო რამიშვილის კოსტუმიდან, აი თუ აკვირდებით აი მთიულურ კოსტუმს, დეტალები აქედან მაქვს აღებული. ილიკოს ალტერნატიული კლასიკიდან ზეკარი პირველი იყო. 90 წლის იუბილეზე ცეკვის დედოფლისთვის მირთმეული საჩუქარი ნინო რამიშვილმა შვილიშვილებისგან მცირე შენიშვნის გამოსწორების შემდეგ მიიღო. კლასიკის ავანგარდისკენ ილიკოს პირველად სწორედ მან უბიძგა. ცოტა თამამად იმუშავეო. მე ვუთხარი, რომ მეთქი როგორ შეიძლება თამამად ეს ხო კლასიკაა, ამას როგორ შეიძლება ხელი შეეხო, როგორ შეიძლება ეს გადააკეთო. შენ ნუ ნერვიულობ ხალხზეო, შენ იმუშავეო იმისთვისო, რომ შენ თვითონ მიიღო სიამოვნება პირველ რიგშიო. ანსამბლის 66 დაბადების დღეს უმცროსმა ილიკომ და ნინომ გაწყვიტა საკუთარ თავს გამოცდა მოუწყო. ქართული ქორეოგრაფიის ის ახალი სისხლი, რომელიც სუხიშვილებმა ბოლო 10 წელია აახმაურეს, 11 ივლის ფილარმონიაში ერთ კონცერტად შეიკრება. 10 წლის განმავლობაში იმდენი ახალი ცეკვა შეიქმნა უკვე ამ ახალი პროგრამისთვის, რომ დამოუკიდებლად პროგრამად შედგა. თან ეს ძალიან კარგი რამე მოხდა, რადგან ძველი პროგრამა, ეს ჩვენი კლასიკური ტრადიციული პროგრამა, უკვე დამოუკიდებელ პროგრამად გამოეყო და ის ცეკვები, რომლებიც იმის გამო, რომ მარტო პირველ განყოფილებაში შეკუმშულად იყო, ყველა ცეკვა არ იყო წარმოდგენილი, უკვე მოგვცა იმის საშუალება, რომ აღვადგინოთ ის ძველი და ცალკე პროგრამად იარსებოს ამ ძველმა და ცალკე პროგრამად იარსებებს ეს ახალი პროგრამა.
მანძილზე ზოგჯერ ზღვარგადასულმა კრიტიკამაც კი ვერაფრით შეაჩერა ილიკო სუხიშვილის მოძრაობები. კემპი და ქარიშხალის სცენიდან, რომელიც საკუთარი მუხლის დამორჩილების უფლებასაც კი არ გაძლევს. მე დისკომფორტი არ მქონია პირიქით. ისევ შეამოვნებდა ეს კრიტიკა, რომ უფრო ახალს და ახალს მაკეთებინებდა. დარბაზიდან ვერასოდეს ვერ უყურებდნენ, ჩემი კონცერტი არასოდეს არ მინახია, სცენის უკნიდან, კულისებიდან უყურებ. მგონია, რომ მარტო ვტოვებ და იქ მარტო ვერ დავждები და ბეხით ფეხზე ვერ გადავიდებ და როგორც მაყურებელი ვერ შევხედავ. ანსამბლიდან სწორედ ამიტომ წამოვიდა. გვერდიდან დაენახა ის, რასაც თვითონო ქმნიდა. ანსამბლში რამდენი ხანი იყავით? 42 წელი. არა მარტო. ხო, დედა ჩემზე იყო, ფეხბურთით მაინც ეკავდა, ესე გამოდის მე სცენაზე ვიყავი მაშინაც. მე მგონი ეს განვითარება. ეს არ არის ის, რომ აი უფ, რატო შვები ესე და რატო შვები ის. ახალი რა გაქვთ ახალი? ახალი არაფერი არ არის, ახალი ის არის, რომ თავიდან შეხედე. ილუშამ რო დაამთავრა მოსკოვში, ქონდა ეგეთი ეცუდი. გაზეთებთან ეკვავდა. აი მივხვდი რომ ეს არის გიჟი. კინოეტიუდის სახელად სალვე მოსკოვის კინოსა და თეატრის ინსტიტუტში სწავლის დროს გააკეთა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ქართველი სტუდენტი გენეტიკურად იყო ცეკვის ტყვეობაში. როგორ მიყვარს წვიმა. შეგვეძლო ამოგვერჩია ნებისმიერ სტუდენტს სხვადასხვა თემები, რა ვიცი, მთელი ბალეტის ისტორიიდან და მე რო გადავშალე და ჩემი ბაბუის და ბებიის ფოტო დავინახე. და ამოვირჩია ის თემა. მაგ დღემდე არავინ არ იცოდა, რომ ვიყავი მე შვილიშვილი თურმე. ხელოვნების იქეთ სხვა გზა არც არასდროს ქონია. ცეკვა არ იქნებოდა მუსიკას აირჩევდა, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა ჩარჩოებს გაქცეოდა. ვიზუალურად ცოტა ასკეტური თავისუფლად ახერხებს მეგობრობას ოსტბის ყურშასთანაც და ქალბატონ ქეთისთანაც. შეიძლება კარგი ადამიანი მაგარი. ჩემი ხალხი, ვინც შენ გვერდში დგას, ვინც შენთან მუშაობს, ისინი არიან ჩემი მეგობრები, ჩვენი დიდი ოჯახია ეს. მე იმათი იმედი მაქვს, იმიტომ რომ გამოცდილია ეს ყველაფერი, ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს ჩვენ გვაქვს ელემენტარულად ერთად მუშაობა. იმათ გარეშე მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. უმცროსი ილიკოს ქორეოგრაფიას სუხიშვილების მრავალრიცხოვანი ოჯახი 11 ივნისს ახალ კლასიკაში გვიჩვენებს. 15-ვე კომპოზიციას და 120 მოცეკვავეს სხვადასხვა სახელი და ერთი გვარი აქვს.